25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. დღეს მე-9 დღე შესრულდა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის გარდაცვალებიდან. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღესრულა. ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაგდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მაღავლინა. თანამსახურებდნენ წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები. პარაკლისის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა შიომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორისა და ავტოკეფალიის აღმდგენელთა სულთა საოხად პანაშვიდი გადაიხადა. ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. პანაშვიდის დასრულების შემდეგ მეუფე შიომ აქ შეკრებილებს ქადაგებით მიმართა. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, ყოვლა სამღვდელონო, დემთავარნო, პატიოსანო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო. დღეს ჩვენ აღნიშნავთ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს. და მეტად სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს შესრულდა მე-9 დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებიდან. როგორც იცით, საქართველოს ეკლესია ერთ-ერთი უძველესია მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის. ჯერ კიდევ მე-5 საუკუნეში წმინდა კეთილმსახურ მეფე ვახტანგ გორგასლის ძალისხმევით მოპოვებულ ავტოკეფალიას საქართველოს ეკლესია მიუხედავად მრავალი ქარტეხილისა, ტრების შემოსევებისა ინარჩუნებდა მე-19 საუკუნის დასაწყისამდე. და აი 1811 წელს რუსეთის იმპერატორის განკარგულებით ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია გაუქმდა. ეს იყო უხეში დარღვევა საეკლესიო კანონიკის, მსოფლიო ეკლესიის 7 კრების კანონების. და აი ასეთი ავტოკეფალია დაკარგული ეკლესია და დაობლებული განაგრძობდა თავის ცხოვრებას 106 წლის განმავლობაში. მაგრამ მიუხედავად ამისა, ქართველი პატრიოტები არ წყვეტდნენ ბრძოლას ავტოკეფალიის აღდგენისთვის. აი, რატომ იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები ასეთი შემართებით, ჯერ ავტოკეფალიის მოპოვებისთვის, შემდეგ კი აღდგენისთვის? იმიტომ რომ ავტოკეფალიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ერის სულიერ ცხოვრებაში. ავტოკეფალიის პირობებში ადგილობრივი ეკლესია სრულად იღებს პასუხისმგებლობას თავისი სამწყსოს სულიერ განათლებაზე და ავტოკეფალია განაპირობებს ღვთისმეტყველების, განათლების, ქადაგების, მისიონერობის წარმართვას და განვითარებას მშობლიურ ენაზე. საეკლესიო ცხოვრების სხვადასხვა დარგების განვითარებას ეროვნული საჭიროებებიდან გამომდინარე, მათ შორის საეკლესიო გალობის, ხატწერის, ხუროთმოძღვრების, უნიკალური ეროვნული ტრადიციების განვითარებას და ასევე ეკლესიის სხვა დარგების, რა თქმა უნდა. მრავალი შეიძლება აქ ითქვას ამ მიმართულებით. აი მაგალითად ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ავტოკეფალურ ეკლესიას აქვს საშუალება, რომ უფრო ღრმად შეისწავლოს თავისი მოსაგრეების ცხოვრება და დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება მათი ამა თუ იმ მოღვაწის წმინდანად შერაცხვის თაობაზე. აი სწორედ ამიტომ, როდესაც 1917 წელს
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გამოცხადდა ავტოკეფალიის აღდგენა, ეს ახმული იყო არა მხოლოდ როგორც რაღაც ადმინისტრაციული ნაბიჯი, არამედ როგორც ისტორიული სამართლიანობის აღდგენის დიდი აქტი და რაც თავარია ერის სულიერი აღდგომა. ასე იყო განცდილი და ასე განვიცდით ჩვენ ამას და ასე აღვიქვავთ. მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ამით არ დასრულებულა ბრძოლა ავტოკეფალიის საბოლოო მოპოვებისთვის. ჩვენ მართალია გამოვაცხადეთ აღდგენა 1917 წელს ავტოკეფალიისა, მაგრამ საჭირო იყო ამის ცნობა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ და მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ. აი ეს დიდი საქმე კი უკვე ითავა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, რომელმაც მრავალწლიანი შრომით, თავისი დიდი ავტორიტეტით მიაღწია იმას, რომ 1990 წელს მართლმადიდებლობის ზეიმზე კონსტანტინოპოლში მსოფლიო პატრიარქმა, ვისმა ყოვლად უწმინდესობამ დიმიტრიოს პირველმა საქართველოს ეკლესიას გადასცა ჩვენი ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალიისა და საპატრიარქო ტიტულის ცნობისა და მტკიცების სიგელები. და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენმა კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დააგვირგვინა ჩვენი წინაპრების შრომა და ბრძოლა ავტოკეფალიის მოპოვებისთვის. და აი დღეს ჩვენ ვიმყოფებით სიონის წმინდა ტაძარში და დიდი მოწიწებით და მადლიერებით ვართ გამსჭვალულნი ჩვენი წმინდა პატრიარქებისადმი, წინაპრებისადმი, რომლებიც არ შეგუებიან ისინი ავტოკეფალიის დაკარგვას, არამედ თავიანთი თავგანწირვით, შრომით, დიდი ღვაწლის ფასად კვლავ დაუბრუნეს და აღუდგინეს ძველად არსებული ისტორიული ავტოკეფალია ჩვენს ქვეყანას და ეკლესიას. ესენი იყვნენ წმინდა კათოლიკოს პატრიარქები კირიონი, ამბროსი, კალისტრატე, კათოლიკოს პატრიარქები ლეონიდე, ქრისტეფორე, მელქისედეკი, ეფრემი, სხვა სასულიერო პირები, საერო პირები, მიტროპოლიტი ანტონ გიორგაძე და სხვები. მაგრამ აი კათოლიკოს პატრიარქები აქ ამ წმინდა ტაძარში განისვენებენ და მათ გვერდით უკვე სამუდამო ადგილი დაიმკვიდრა მათმა ღირსეულმა მემკვიდრემ და მათი საქმეების გამგრძელებელმა კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ. და როგორც ნათქვამია სახარებაში, ჩვენ ვხედავთ ყველანი, რომ ესრებ წინავენ საქმენი მისნი, წინაშე კაცთა, რომ ჩვენ ვადიდებთ მამასა ჩვენსა ზეცათას. აი ეს დღეები, ძვირფასო ძმებო და დებო, უმძიმესია ჩვენთვის. მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვიცით, რომ როდესაც გარდაიცვლება წმინდა და მართალი ადამიანი, ამას თან სდევს სულიერი ნუგეშიც და სიხარულიც. აი ჩვენ ველოდით რა შეიძლება ეს, როგორ გამოვლინდება ეს. და ჩვენ მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულისა. მთელი საქართველო ფეხზე ადგა და დაიძრა მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ნეშტისკენ თაყვანისცემის, მადლიერების, სიყვარულის გამოსახატავად. და ეს საოცარი ერთიანობა, საოცარი სიყვარული ღვთისადმი და პირადად მისდამი, მაგრამ მასში ხომ ეკლესიას ღმერთს განადიდებს ჩვენიერი და ღმერთს მადლობას უხდის. აი ეს ვიმეორებ, ეს გამოვლენილი სიყვარული და ერთიანობა ჩვენ გვაძლევს დიდ სულიერ ძალას, დიდ ნუგეშს, რომ გადაგვეტანა ეს ურთულესი დღეები და დიდ იმედს, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ჩვენ ღვთის შეწევნით შევძლებთ შევინარჩუნოთ ის დიდი ღირებულებები, რაც ჩვენამდე მოიტანეს ჩვენმა დიდმა პატრიარქებმა და წინაპრებმა და მათ შორის რაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილიამ გვიანდერძა. ეს არის ჭეშმარიტი რწმენა ღვთისა, ერთგულება სამშობლოსი და სიყვარული ადამიანისა. აი თუ ჩვენ ამას შევინარჩუნებთ, თუ ჩვენ ამისთვის ვიბრძოლებთ და ვიშრომებთ, უფალი აუცილებლად შეგვეწევა ჩვენ და შეგვაძლებინებს როგორც ჩვენი საეკლესიო ავტოკეფალიის შენარჩუნებას, ასევე ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, ქვეყნის გამთლიანებას და
გაძლიერებას. კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს, მოიხსენოს, შეიწყალოს და აცხოვნოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის უკვდავი სული. ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს საქართველო. ამინ. სიონის საპატრიარქო ტაძარში შეკრებილი სასულიერო და საერო პირები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეზე საუბრობდნენ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამდნენ და მასთან დაკავშირებულ ისტორიებს იხსენებდნენ. 1917 წელს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გამოცხადდა საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენა. განსაკუთრებული არის ეს დღე კიდე იმით, რომ აი დღევანდელ დღეს დაემთხვა ჩვენი უწმინდესი პატრიარქი ილია მეორის განსვენებიდან მე-9 დღე და ის როგორც ღირსეული გამგრძელებელი ამ საქმისა, რომელიც წინა პატრიარქებმა დაიწყეს სწორედ 1917 წელს აღიარებით და აგვირგვინა მისმა უწმინდესობამ ილია მეორემ 1990 წელს, რადგანაც ერთია აღიარება და მეორე არის ამ ავტოკეფალიის შემდგომში უკვე სხვა ეკლესიებისაგან ცნობა და სწორედ ამ საქმეს ჩაუდგა სათავეში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე და მან მიიღო აღიარება და ცნობა როგორც მსოფლიო საპატრიარქოსაგან, რომელსაც მაშინ მეთაურობდა დიმიტრიუს პირველი პატრიარქი კონსტანტინოპოლისა, ასევე ყველა ადგილობრივი ეკლესიისგან მიიღო მან ცნობა. ეს ორი მნიშვნელოვანი მოვლენა სწორედ დღევანდელ დღეს გაერთიანდა და ეს არის ნიშანი იმისა კიდევ ერთხელ, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ნამდვილად გახლდათ იმ გზის გამგრძელებელი, რომელიც დაიწყეს დიდმა პატრიარქებმა კირიონმა, ლეონიდემ და დააგვირგვინა ილია მეორემ. დღეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩვენი სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ვინაიდან როგორც მოგეხსენებათ, სწორედ დღევანდელ დღეს 1917 წლის 25 მარტს საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ აღიდგინა ისტორიული ავტოკეფალია, რომელიც როგორც მოგეხსენებათ 1811 წელს აბსოლუტურად არაკანონიკურად და ყოველგვარი საეკლესიო სამართლის ნორმების დარღვევით წაგვართვეს და აი ამის შემდგომ საუკუნეზე მეტი ხანი დასჭირდა ქართველი კაცი არასოდეს შეგუებია ავტოკეფალიის დაკარგვას. უამრავი ადამიანი, კათოლიკოს პატრიარქები მათ შორის იბრძოდნენ ავტოკეფალიის აღსადგენად და აგერ უკვე 1917 წელს ეს ავტოკეფალია აღდგა. თუმცა ერთი იყო ავტოკეფალიის აღდგენა და მეორეა მისი აღიარება და სწორედ ამ კუთხით გადამწყვეტი როლი შეასრულა უკვე განსვენებულმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა მამამონ ჩვენმა ილიამ და სიმბოლურია სწორედ რომ დღევანდელ დღეს დაემთხვა მე-9 დღე მისი აღსრულებიდან. იცით თქვენ რომ მისი უწმინდესობის ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად 1990 წლის 4 მარტს მაშინდელმა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა დიმიტრიოსმა გადასცა მას სიგელები, რომელთა მიხედვითაც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია აღიარებულად ცნო მან და სრულიად მართლმადიდებელმა სამყარომ. დღევანდელი დღე ერთგვარად სიხარულთანაც არის დაკავშირებული, იმიტომ რომ ზეიმობთ ავტოკეფალიას და მეორე მხრივ რა თქმა უნდა მწუხარებასთანაც, ვინაიდან საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალებით გამოწვეული სიმძიმილი დღესაც ასე ვთქვათ თითეული ქართველი მოქალაქის გულს მსჭვალავს. ეს დღე როგორც ბავშვს ძალიან კარგად მახსოვს თითქმის თითოეული დეტალი. როგორ დავხვდით მის უწმინდესობას ღამე გვიან აეროპორტში 90 წლის მარტში, ეს იყო 12-დან 13 მარტის ღამე იყო, როდესაც ის ჩამობძანდა, მაშინ პირდაპირ კომუნიკაცია არ იყო თურქეთთან და თურქეთიდან მოუწია მოსკოვში ჩასვლა და მოსკოვიდან ჩამობძანდა. აქ მღვდელმთავრებთან ერთად შემდგომ ეს იყო პატარა ავტობუსი ყავდა საპატრიარქოს პაზიკი ავტობუსი, რომელიც ნელა დადიოდა და იმის გამო რომ არ გამოესრო, მან გააფრთხილა მძღოლი, რომ აეროპორტიდან სიონამდე
ნელა ევლო მანქანას ასევე რომ ჩვენ დავწეოდით და დაგველოდა სიონში რომ სიონში ერთად შევსულიყავით შუაღამე იყო უკვე როცა გააღებინა მისმა უწმინდესობამ სიონის ტაძარი გააღებინა ასევე აღსავლისკარი საკურთხეველში შებძანა და ტრაპეზზე დააბრძანა კათოლიკოს პატრიარქის აღიარების ტომუსი და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების ფირმანი და რომ გამოვძანდა მოკლე სიტყვა ბრძანა მან დაიწყო იმით რომ ეს იყო ისტორიული დღე რომელსაც საქართველოს ეკლესია და საქართველო და ქართველიერი 1500 წელი ელოდა მან მოგვიყვა რომ დაკარგული იყო ყველანაირი საბუთი და აი დიდი ხანგრძლივი დებატების წვალების შემდეგ საქართველოს მოიპოვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის სიგელი იმ პერიოდში მე არ მესმოდა რეალურად რამხელა მნიშვნელობის დღე იყო მიხაროდა მაგრამ ისიც არ ვიცოდი რა მიხაროდა რეალურად მიხაროდა ერთი რამ რომ ჩემ პატრიარქს უხაროდა ძალიან ის იყო საოცრად გაბადრული გახარებული და ენაწყლიანი იმისათვის რომ ჩვენთვის ეგზნობინებინა და გადმოეცა ის დიდი სიხარული რომელიც არ იყო მხოლოდ მისი არამედ იყო მთელი ჩვენი წინაპრების სიონში დაკრძალული პატრიარქების დიდი სიხარული იმიტომ რომ მათი ღვაწლით მათი მუშაკობა დაგვირგვინდა კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს მუშაობით და შედეგიანი მუშაობით რაც თავარია ეს უმძიმესი დანაკარგი განიცადა არა მხოლოდ ჩვენმა ერმა და თითოეულმა ადამიანმა საოცარი ერთსულოვნება უწმინდესის საყვარელი ცნება და მისი საყვარელი ღირებულება იყო ერთსულოვნება და მისმა ამ ქვეყნიდან გასვლამ ნამდვილად ეს მდგომარეობა შექმნა ჩვენს ხალხში და ერში და გარდა ერის დანაკარგისა ეს მეცნიერებისთვის არის უდიდესი დანაკარგი ფსიქოლოგიის მეცნიერების კერძოდ ეს იყო ჩვენი ფარი და ჩვენი კომაგი რომელიც ეროვნულ ფსიქოლოგიურ სკოლას განწყობის ფსიქოლოგიის სკოლას ედგა როგორც ღერძი და დასაყრდენი ერთადერთი იმედი რითაც დღეს ვართ და ჩვენი გულები სულდგმულობს ეს არის მისი იმ ქვეყნიდან შეწევნა და მადლი რომელიც ერს ქვეყანას მეცნიერებას და თითოეულ ადამიანს დაეხმარება ვინაიდან მისი მთავარი სალოცავი იყო ღმერთი სამშობლო და ადამიანი და ძალიან ძნელია საერთოდ ისაუბრო უწმინდეს ზედღუნეტარაზე იმიტომ რომ როცა მასთან წლები გაკავშირებს ძალიან აქტიური ურთიერთობა როცა მისგან სწავლობ ძალიან ბევრ რამეს როცა მისი დალოცვა თითქმის ყოველდღიურია და დღეს მის მე-9 დღეს აღვნიშნავთ და მის საფლავთან უნდა ვიდგეთ ძალიან ძნელია რამე ვთქვა. ეპოქა დამთავრდა, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და უნდა გავაგრძელოთ ისე როგორც უწმინდეს უნდოდა. ყველას გვიმძიმს დღევანდელ დღეს საუბარი უწმინდესზე. მთელი ჩვენი ცხოვრება დაკავშირებული იყო უწმინდესთან, გვიხაროდა მისი არსებობა და ისიც გვახარებდა თავისი არსებობით. და ამიტომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ დღეს, იმიტომ რომ ჩვენთვის წარმოუდგენელია ის ამბავი, რომ უწმინდესი აღარ არის, იმიტომ რომ მთელ ჩვენ ცხოვრებას გასდევდა ის სიხარული, რასაც გვაძლევდა უწმინდესი. ძალიან დიდი დრო დაჭირდება ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მასთან შეხვედრის გასახსენებლად და იმ შთაბეჭდილებების გასაზიარებლად, თუმცა მთავარი შთაბეჭდილება, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გაყვება თითოეულ ჩვენგანს, პროფესიის მიუხედავად და მით უფრო ექიმებს ალბათ არის ის, რომ როგორ შეიძლება სხვისი ღირსებების წარმოჩენით გაწიო შენი ღვაწლი და იქცე მეხამრიდად შენი ერისთვის და შენი ქვეყნისთვის. აი ეს იყო ის განსაკუთრებული მაგალითი, როდესაც შენი სიცოცხლე არის უკვე საწინდარი შენი ქვეყნის შემდგომი ისტორიის. შეგახსენებთ, რომ 1917 წლის 25 მარტს ღვთისშეწევნითა და გამორჩეულ სასულიერო და საერო პირთა ღვაწლით 100 წელზე მეტი ხნის წინ დაკარგული საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღდგა. ეს იყო და არის უდიდესი მნიშვნელობის ისტორიული მონაპოვარი ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისთვის, მაგრამ ავტოკეფალია აღდგენილი ეკლესიისთვის აუცილებელი იყო ადგილობრივ ეკლესიათა მხრიდანაც აღიარების მოპოვება და აი 1990 წელს
დიდმარხვის პირველ კვირადღეს მართლმადიდებლობის ზეიმზე, მაშინ ეს დღესასწაული 4 მარტს მოუწია. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის დიდი ძალისხმევით კონსტანტინოპოლის მთავარ ეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმინდესმა დიმიტრიოს პირველმა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადმოსცა ჩვენი ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების სიგელი, ტომოსი. ამავე დღეს 1990 წლის 4 მარტს მსოფლიო პატრიარქმა საქართველოს ეკლესიას უბოძა საპატრიარქო ღირსების დამადასტურებელი მეორე სიგელიც. მართლმადიდებლობის ზეიმზე დაგვირგვინდა სასიქადულო პატრიარქთა კირიონის, ლეონიდეს, ამბროსისა და მათ თანამებრძოლ მამულიშვილთა მიერ დაწყებული განსაკუთრებული მნიშვნელობის საეკლესიო საქმე და მოციქულთა მიერ დაარსებულმა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უძველესი ავტოკეფალიის დამსახურებული საერთაშორისო აღიარება პოვა.